თანხების ხარჯვის გამო პრობლემების სამართალდამცველებთან თბილისის მერიის გარდა შესაძლოა სხვა უწყებებსაც შეექმნას. 2012 წლის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯული მილიონებით სავარაუდოდ პროკურატურაც დაინტერესდება. საერთოდ ჯამში საუბარი 130 მილიონზე. არამიზნობრივად დახარჯული თანხებით ხუთეულში თავდაცვის სამინისტრო ლიდერობს 52 მილიონი ლარით. ჩამონათვალშია სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება. ამის გარდა საუბარია რაიონულ გამგეობებზე. შემოსავლების სამსახური ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახარჯულ 8 მილიონსაც. ფინანსთა მინისტრი პარლამენტს სამინისტროებისა და რაიონული გამგეობების მიერ 2012 წელს დახარჯულ მილიონებთან დაკავშირებით მიმართავს. ამ ეტაპზე საუბარია 130 მილიონზე, რომელიც თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა, რაიონულმა გამგეობებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნოდარ ხადურის უწყების ინფორმაციით არამიზნობრივად დახარჯეს. ეს არის თავდაცვის სამინისტროში 52 მილიონზე საუბარი, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროში დაახლოებით 20-22 მილიონია გადახარჯული, ეს არის განათლების სამინისტრო, სადაც 18 მილიონ ლარამდეა ასეთი თანხა და ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელსაც დაახლოებით ამდენივე აქვს. საპარლამენტო უმრავლესობა გენერალურ პროკურორსა და აუდიტის სამსახურს მოუწოდებს დაინტერესდეს ფინანსთა სამინისტროს მასალებით. უწყებების ხელმძღვანელს პირადად ჰქონდათ მორგებული ის თანხები, რომლებიც იყო გამოყოფილი ბიუჯეტიდან მათ უწყებებს. ამიტომ ეს პრაქტიკა დაინგრევა. წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაზე გაუმჭვირვალე ბიუჯეტის მქონე სამინისტროებად ძალოვან უწყებებს ასახელებდნენ. Transparency International-ის კვლევის მიხედვით თავდაცვის სამინისტრო გაუმჭვირვალე ხარჯით მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენ ვიცოდით წლის დასაწყისში რაზე იყო გათვალისწინებული ხარჯვა, თუმცა წლის ბოლოს როგორი ხარჯებოდა ეს ყველაფერი, ამასთან დაკავშირებით ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა. თუ კი საუბარი არის ძალოვან უწყებებზე, ისეთ როგორც არის თავდაცვის სამინისტრო, განსაკუთრებით ეს სამინისტრო განსაკუთრებით არაგამჭვირვალე იყო. არამიზნობრივი ხარჯის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მაგალითად პრეზიდენტის თვითმფრინავს ასახელებენ, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს 83 მილიონი უნდა გადაეხადა. ხელისუფლება და არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ გარდა უწყებების ხელმძღვანელებისა უნდა დადგეს კონტროლის პალატის მაშინდელი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხიც.